მამუკამ დინარაძის უწყებას 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 265 მილიონი ლარი ერგება, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსის დაფინანსება გასულ წელთან შედარებით კიდევ 13 მილიონით გაიზარდა. აქედან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 152 მილიონი ლარი უწყების თანამშრომლების ხელფასებზე მოდის. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი თითქმის გასამაგებულია. უკვე ცნობილია ისიც, რომ 2026 წელს დაფინანსება უმცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს 28 მილიონი ლარით. ბიუჯეტის პროექტი უკვე ოცნების პარლამენტშია და მას დეკემბერში დაამტკიცებენ. როგორია ოცნების პრიორიტეტები 2026 წელს და რაში აპირებს ხალხის ფულის დახარჯვას ივანიშვილის პარტია? ნანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდება ახლა დეტალებით. კეთი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტმა განიხილა, ძალიან ვრცელია, ის ბევრი თავისა და ქვეთავისგან შედგება, თუმცა ძირითადი მიმართულებები და თანხების წილები, როგორც ქართული ოცნება მომდევნო წლის ბიუჯეტს ანაწილებს, ბევრს ამბობს ამ პარტიის პრიორიტეტებზე. ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში, მაგალითად, პირველად მცირდება თანხები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის. სახელმწიფო ნაკლები ხარჯების გაღებას აპირებს ასევე განათლების სისტემის განვითარებისთვისაც. სამაგეროდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხების წილი. 2026 წლის ბიუჯეტით ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება უფრო ზუსტად 28 მილიონი ლარით იქნება. შემცირებული 470 მილიონი ლარით იკლებს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი და ეს შემცირება ძირითადად სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსებას შეეხება. ანუ მარტივად რომ ავხსნათ, კიდევ უფრო ნაკლები სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას უნდა ველოდოთ. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაწინაურებულ პოზიციებზე აღმოჩნდა სუსი. წინა წელთან შედარებით თითქმის 14 მილიონით იმატებს მამუკამ დინარაძის უწყების დაფინანსება, იზრდება ამ უწყებაში დასაქმებულთა შემოსავალიც, ხელფასებიც. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სუსის ბიუჯეტის პრაქტიკულად გასამაგება რეჟიმს ტოტალური კონტროლის დასამყარებლად სჭირდება სინამდვილეში. მინიმალურად გაზრდილი პენსია, 20 ლარით იზრდება პენსია, შემცირებული ბიუჯეტი ინფრასტრუქტურისთვის, გასამაგებული ხელფასები ჩინოვნიკებისთვის. ექსპერტები 2026 წლის ბიუჯეტის ამ ძირითად მიგნებებზე გვესაუბრებიან. ერთ წელიწადში ხელფასების სამჯერ ზრდა ალბათ გინესის რეკორდში შესაყვანია დედამიწის ზურგზე არ მომხდარა. ამ ბიუჯეტს შეიძლება კვლავინდებურად უწოდოთ ფლანგვის ბიუჯეტი. 2026 წლის ბიუჯეტის განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, თუ როგორ იძარცვება ქვეყნის ქონება, მისი ფინანსური რესურსები. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2025 წლის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ვერ იქნა ათვისებული და 100 მილიონობით ლარი იქნა ჩამოწერილი და სხვა სფეროებზე გადატანილი. ყველაფერი ჩანდა. თითქოს და საქმე შესრულებულია, გაკეთებულია, ფული ათვისებულია და ეხლა მივხვდით აი ამ ქართულ ოცნებაში წარმოებული შიდა ომებისა და დაჭერების ფონზე, რომ თურმე ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფულს იღებდა, მაგრამ საქმეს არ აკეთებდა. ძალიან დამამცირებელია ის, რომ 20 ლარით იზრდება ძირითადი პენსიები 70 წლის წლამდე ჩვენი პენსიონერებისა, როდესაც 12% გაიზარდა მხოლოდ სურსათზე ფასები, 10%-ზე მეტად სამედიცინო მომსახურება. ის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერება რეჟიმს სამიზნე მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლისთვის სჭირდება, ეჭვიარებარებად სამოქალაქო აქტივისტებსაც. რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეებისთვის ფარული მიყურადება, მათზე ინფორმაციების შეგროვება, შანტაჟის თუ დაშინების მიზნით. სუსი ამ საქმეში სისტემისთვის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია. სუსის ბიუჯეტი იზრდება სწორედ განათლების ინფრასტრუქტურის და სხვა საჭიროებების ხარჯზე, რაც რეალურად პრობლემად უდგას საქართველოს მოქალაქეებს და მათთვის სწორედაც ძალაუფლების დაცვა და ამოცანების შესრულება არის ბევრად უფრო ფასეული, რისთვისაც იყენებს რეალურად სუს ამ უწყებას პოლიტიკური რეპრესიებისთვის ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად და მისთვის დაფინანსების გაზრდა აი ამ რეალურად საჭირო სფეროების ხარჯზე არის სწორედ ამის ცხადი ინდიკატორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ 13 წლის განმავლობაში დევნის მხოლოდ და მხოლოდ შიგნით ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს. მე არ მინახავს მათ მიერ იდენტიფიცირებული რომელიმე ჯაშუში, რომელიც რუსეთიდან არის შემოპარული და ასეთი ძალიან ბევრი გვაქვს და მრავლობით 1000 ადამიანია, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ერთადერთი რასაც ხედავ, ეს არის რეპრესიული ძალები, რომელიც მოქმედებს, ეს არის კამერა
კამერების უზომო დიდი რაოდენობა, რომელიც ჩამოკიდეს და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უშლის ნერვებს. საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით 20 ლარით გაიზრდება პენსია 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს იმ ფონზე, როცა მაღალჩინოსნებისთვის, პრეზიდენტისთვის, დეპუტატებისთვის, ომბუდსმენისთვის ხელფასები პრაქტიკულად ორმაგდება და სამმაგდება ხშირ შემთხვევაში.